დღეს მე და ჩემმა ნატალიმ გადავწყვეტეთ გაგვეკეთებინათ ხელი და გემრიელი ბლინები და გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი რეცეპტი თქვენც. აიღეთ 2 ან 3 კვერცხი, კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მარილი და ისიც კარგად ათქვიფეთ. ასევე დაგჭირდებათ შაქარი თქვენი გემოვნების მიხედვით, 2 ან 3 სუფრის კოვზი. თუ ტკბილი გიყვართ, მაშინ 3 გირჩევნიათ და რა თქმა უნდა სუფრის კოვსაც გააჩნია როგორი სიდიდის არის. ესეც კარგად ათქვიფეთ, მანამ სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება კვერცხის გულში. დაუმატეთ აუცილებლად გემრიელი ვანილი სურნელისთვის. დაუმატეთ 2 ჩაის ჭიქა რძე, ზოგს უყვარს 1 ჭიქა წყალი და 1 ჭიქა რძე, ჩემთვის უფრო რძე არის მისაღები, ამიტომ 2 ჩაის ჭიქა რძე დავამატეთ და რა თქმა უნდა გაცრილი ფქვილი. ფქვილს ვცრით იმისთვის, რომ უფრო მარტივად აურიოთ და გამოვიდეს უფრო ფაფუკი, უფრო ნაზი და ერთგვაროვანი მასა. დაუმატეთ ასევე 1 ჩაის კოვზა სოდა, კარგად აურიეთ და არ დაგავიწყდეთ ზეთიც 2 სუფრის კოვზი. ნაერთი ერთმანეთში აურიეთ და დატოვეთ 10-15 წუთით. შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ ცხობა. კარგად რომ გააცხელებთ ტაფას, წაუსვით ზემოდან ზეთი. ცომი გამოგვივიდა იდეალური და ბლინიც ძალიან გემრიელია. თუ თქვენს გიყვართ ბლინები, გაიზიარეთ ჩვენი რეცეპტი, დააგემოვნეთ და გემრიელად მიირთვით.